მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ტრადიციულად რუსთავი ორი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და ყველაზე სახალისო მეგა შოუს. გააცინე და მოიგე აპლოდისმენტები ისმის ინგრევა რა თქმა უნდა დარბაზი და ვიცი რომ თქვენც ძალიან გიხარიათ რომ ეხლა ჩვენ ეთერში ვართ. მე მინდა გითხრათ რომ თუ გაქვთ სურვილი იმის რომ მოხვიდეთ ჩვენთან ითამაშოთ, გააცინოთ ჩვენი ძალიან კარგი და საყვარელი ჟიურის წევრები და თანხაც მოიგოთ. ამისთვის რას ვაკეთებთო? რასო და ვრეკავთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის ალეხანდრო მალხაზიშვილი და ლაშა გაბუნია. ნათლი მირონები. მეგობრებო, აი ნათლი მირონებიო და მოვედით. აი არ ყოფილა ნათლი მირონები და გვინდოდა რომ არ ყოფილხართ, მაგრამ აი ახლა ამ წარდგენით არ ყოფილა და გვინდა რომ. ხო, წარდგენით პირველად ვართ, ხო? კი ბატონო. ჩვენი დავითი. როგორ გძნობ თავს მეგობრებო? ძალიან კარგად, ხო? რაღაცნაირად ისე ხალისიანად. რესტორნიდან მოვდივართ მე და მართლა? ნათლი მირონები შევიკრიბეთ დღეს და ძალიან მალე დაიშალეთ პატაცემლო. თუ არ მივდივართ გადაცემის დიდან აქ კიდე მიდიხართ აგზელებს. ფრალები ვართ ახლა, მაგარი ფრალები ვართ, ხო? მაპატიეთ რომ ესე დაგხვდით უბრალოდ სარიელი მაგიდე ფურცლებით, მაგრამ ქვევით არის დალაგებული. ქვემოთ არის ხო ჩალაგებული, კი ბატონო, ჩაციებული. ჩაციებული. დაიკავეთ თქვენი ადგილები. აზრობ ბატონო, ვახო. ო, შვენიერია. აბა როგორ განწყობაზე ვართ მეგობრებო? სეიფის შემოწმების ხასიათზე თუ ვართ? კი, რომ შევამოწმოთ. მიდი გაბუ შემოწმოთ. არა, შეშავოთ. მიდი რა. მე ხო ეს ვიბნევი ფულზე. მართლა? კი. ნუ გაგრძელებაზე გვეყოფა. სეიფის გაგრძელებაზე. ვაგზელებთ დღეს. კი. ვაგზელებთ. ბატონო დავით, ვაგზელებთ დღეს. ძალიან კარგი ვაგზელებთ ჩვენ ტრადიციებს და მინდა პირველ მონაწილეს ვუხმო სცენაზე, ძირფასო მეგობრებო, ნახოთ როგორ მოახერხებს თანხის მოგებას ბორის შენგელი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბორის, ბაჩო, ხო? ბაჩო შენგელია, ხო? ბაჩო მიჩენია. ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, გაბუ, რახან თავიდანვე ჩვენ გამოვედით და იმ ტყუილით დავიწყეთ, რომ რესტორნიდან მოვდივართ და მაგარი ნასვამები ვართ. ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რა, მოდი ბარემ ეს ხაზი გავაგრძელოთ და ყველა მონაწილემ თითოს ადრეგზელო თქვას თავის საყვარელი რა, სანამ დაიწყებს თამაშს. თან ეგეთ ხასიათზე ვართ ხო რაღაც? კი. საკეიფოზე. აი საყვარელი სადღეგრძელო რა არის? საყვარელი სადღეგრძელო სასმელით არ ვამბობ ხოლმე. საჭმელით? არც საჭმელით, ნუ უფალო გადამარჩინე მაგალითად, ან გადაგვარჩინე. ხო, ეგ არის საყვარელი სადღეგრძელო. კი. მე ტაში მეგობრებო, რა მოგზაურობია. შვენიერია, კაი სადღეგრძელოთი დაიწყო. კი. მე მგონი უა ნენა შეუყვეს. ცხელებით გამოვიდა, ცხელებით. ბაჭ 25 წლის ხარ, ხო? კი. მაგრამ რაც გძნობ ახლა ამას აქში. აი როგორი ასაკია? სხვათა შორის კაი ასაკია. ისეთი ასაკია რომ ვიცით ხოლმე რო გვეკითხებიან უფრო მოვიმატებთ ასაკს თუ უფრო ვიკლებთ თუ აი რა ნუ მე 25 სახელდობრო ინდონეზე დავჭირამდე ანუ ჩემი სიმართლე აი ბავშვობა უფრო მოგწონდა შენი 25 წლამდე უფრო მოგწონდა თუ ეს ასაკი მოგწონს თუ გონია რომ დაბერდი თუ გონია რომ პატარა ხარ და არა თითქმის რაც ბავშვი ვიყავი ისეთი ანუ პატარა ხო არ გონია შენი თავი და მოწევა დაიწყე უფრო დიდად რომ მოგვეჭრა პატარა სიმაღლეში კი მგონია მაგრამ დანარჩენით არა. კაი, იმიტომ რომ ისეთი მწირის უწერია 25, მეტი არაფერი არ უწერია, რომ აი ამაზე გავაბი საუბარი და შენ რას კითხავდი? აი ესეთი ასაკია, ხო, ესეც 25 წლის გახდება კაცი უკვე. ნახევარი საუკუნის ნახევარი გავლენილი. ანა და ყველა ამაზე გელაბა 25 ესეთი ასაკია რა, 25 წლის ხარ, სოლი? ხო. ყავს. ველიც. და რამდენი წლის იყავი რომ მოიყვანე? 18. 18. უფრო ადრე ელაპარაკებოდნენ ესე, სოლი. კი. რამდენი წლის ბავშვი ყავს? 4-ის. ვა, ერთმა გაგიძარდოს. მადლობა. აი ხარე ბავშვი. რაღაც. ხო, რაღაც ძალიან სერიოზული საუბარი გამოგვიდა და ჩაერი რაღაც ისე გვისმენს. არა, გისმენთ ისე რაღაცა შემოგთავაზე შენც. დავიწყოთ მოდი მეგობრებო. ნუ ხო, შენგელია ვარ, მაგრამ გურიიდან ვარ. შენგელია ვარ, მაგრამ გურიიდან ვარ, საიდან უნდა იყო? სამეგელო და? ო, ბევრი ეგრე. შენგელები იქ ცხოვრობენ, ბევრი. გაბუნია და გურიიდან. სანტრედიაშიც. სანტრედიელი ახალსოფლელი. ვიცი? ვარები წამომავიდა. დავიწყოთ ბატონო დავიწყოთ ბორის ბაჩო ბაჩო თამაში დიახ
და რას წარმოგიდგენთ? ასე ვთქვათ, მონოლოგია ჩემ თავზე. კი ბატონო. ანუ მონოლოგით. აპლოდისმენტები ბავშვებს. 3-2-1. გამარჯობათ მეგობრებო, ვინც მიცნობთ ცოტა ხნის წინ გადაკოცნეთ კიდეც და ვინც არ მიცნობთ, მე ვარ ბაჩო შენგელია. დღეს მინდა გესაუბროთ ჩემზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე და არაფერზე სხვაზე. დავიბადე ქალაქ ლანჩხუთში, გურიაში, დავიბადე სამშობიაროში, სადაც წესით ბავშვების დაბადება აკრძალული უნდა იყოს. დაანგრეული შენობა, ბაზრები, შავი ჭერი, ბალახები, ჩიტები, მოკლედ ველურ ბუნებაში დავიბადე. დღესაც ისეთივეა ის სამშობიარო, ოღონდ გარედან წარწერა აქვს გამოკვლილი, რომ აქ მშობიარობა რეკომენდირებული არ არის. მოკლედ თავქარიანმა დედაჩემმა მაინც გადაწყვიტა იქ მშობიარობა, სხვათა შორის ამ სამშობიაროში თავქარიანმა დედაჩემმა გაგოცინა. 50 ლარი შენია, ბაჩო, გილოცავ. მაგრამ რაღაც ძალიან სერიოზული იყო თავიდან. თან ცოტა ხმამაღლად შეიძლება საუბარი და თან ეხლა აი 50 ლარი მოიგე, მაგრამ აღზერებ, ხო? უი ტელეფონი დამიჯდა. ხო და მაღაზია უნები, ტელეფონი დაგიჯდე, სად მიდიხარ? დამიჯდა. მართლა? მართლა? მაშინ რა ვქნათ, იცი, ისეაც არაფერი საინტერესო არ იყო მაგ ტელეფონში. შენ თვითონ მოიფიქრე რაღაც სიახლე შემოგთავაზე რა. აღზერებ თამაში ისე? არა. ხო არ დავტენოთ და მე გავაგრძელოთ. არა, იყოს მარტო ჩემი სატენიტენი სახში რომ აქვს და მე მგონი მან არც ქონდა არაფერი, ხო მაგ ტელეფონში, უბრალოდ ვითომ. ტელეფონიც არ ქონდა საერთოდ. დაბას არის ტელეფონი? არ არის ტელეფონი. არ არის ტელეფონი. აი ამაში. კაი, ანუ ვაგრძელებთ. არა. ბაჩო, დამიჯერე რა, მე როცა მიჯერებს გამომსვლელი, მოგებული რჩება. ნუ სამწუხაროდ დროის ფაქტორში ვერ ვეტევი, აქედან კიდე სხვაგან ვარ გასაქცევი და ხო და არ არის პრობლემა, ხო ხედავ ახლა ისე გავწელა ამ ჩვენ საუბარს, რომ ისეც ვერ გაიქცევი და აქედან გამომე პირდაპირ დროში ხო არ გვესაუბრა. არა, მადლობა. 100 ლარი კარგია, დამიჯერე რა. იყოს ავიგე 50-ს ტაქსი წავალ სამსახურში. რა, აი რატომ? უბრალოდ მართლა მაინტერესებს. სატენიტო ანუ მოიფიქრე მარტო ეს თუ არა, ბევრი რამე მოვიფიქრე, მაგრამ ამჟამად მიჩვენია რომ შევწყვიტო მართლა მაგვიანდება და მაგიტო. ძალიან მაგვიანდება. 40 წამი. შევწყვიტა. დაკარგე შენ 40 წამის. მადლობა დიდი რომ გაიცინეთ. ხო, მაგრამ 50 ლარი რა არის. ჩვენიერია. სატენის ფულია მეტი არაფერი. არა, სხვა თორეს ბევრ რამეში გამოიკენე 50. შენი 10 წამი დაემატებინა ჟიურის. არ მოიგებდი ან წააგებდი, მაგრამ ნუ არა, იმიტომ რომ რაღაც კარგად დაიწყე და. დროში არ გონია. შემდეგში აუცილებლად მეორე გამოსვლა სხვათა შორის ჩემი პირველზე 200 ლარი მოვიგე. ანუ უკან მიდიხარ. ნუ დღეს ხო, მაგრამ კიდე მოვალ და აუცილებლად უკეთესად. ხო, მაგრამ ამ ლოგიკით შემდეგში 0-ს მოიგებ. რა თქმა პირიქით უნდა. ხო არ გავკაჩოთ უფრო. დღეს არა. ეჩქარი. მოცა მოხვალ ტელეფონი იყო სატენილი. დატენილი ბოლომდე. მადლობა. არა, ეს. აი ესე. ილოცავ. მადლობა დიდი. აი ხარ. კარგად ვიყავი წარმატებებს გისურვებ ბაჩო. მადლობა რომ მოხდი და ითამაშე. ისაც არაჩქარება შემოვიდეს. კი ბატონო. გავაგზავნოთ ჩვენი შოუ და შემდეგი მონაწილე. მივესალმოთ ბარბარე ანსიანი. აპლოდისმენტები. როგორ გზანდებით? როგორ ხარ ბარბარე? კარგად თქვენ? კარგად, იმედია არ გეჩქარება, ხო? არა. მაშინ რავი, სადღეგრძელო ეხლა ბარბარე 10 წლის რა უნდა ლიმონადი. იცის საერთოდ ზოგადად სადღეგრძელოები? არა, ხო? ისე რა. მე თვითონ თუ მოვიფიქრებ. აბა მოიფიქრე ერთი, მაინტერესებს როგორ აღიქვავს 10 წლის ბარბარე სადღეგრძელოებს. რა რა ვიცი, შეიძლება ანუ მოიფიქრო? რას გაუმარჯოს? საქართველოს. გაუმარჯოს. მოზადებულია ბავშვი, ასატენი უნდა როგორც და არაფერი. არ დაждდება, ყველაფერი იქნება 5. ბარბარე, შენ პირველად ხარ ჩვენთან? დიახ. და ვინ გირჩია აქ მოსვლა მშობლებმა? ანუ თუ შენი ნება იყო? ანუ ჩემი ნება იყო და დედა დამთანხმდა. და აი 2000 წელს რა წელია? 20. ხო, 2020 წელს გადაწყვიტა ჩვენთან მოსვლა, ხო, 7 წელია პროექტი. ძვინვარებს. შვენიერია. ძვინვარებს არ ხსნა. ძვინვარებს კი. ასე არ არის, იგივე დეკორაცია, იგივე განწყობა, იგივე გარემო. 7 წლის წინ რაც დაიწყო, იგივეა ყველაფერი. ხო და აი როცა მოდიოდი აქ, ანუ რამდენის მოგებას ფიქრობდი და ეხლაც რამდენის მოგებას ფიქრობ? 400 ლარი მინდა მოვიგო, ტელეფონი რო ვიყიდო, ონლაინ გაკვეთილებში ჩავერთო. დედას არ აქვს და. დედას არ აქვს ტელეფონი თუ პული? ანუ ხო, კარგი ტელეფონი არ აქვს.
რო ჩაერთო ონლაინ გაკვეთილებში, ხო? პრობლემა იმას სატანი არ ქონდა? აქ ტელეფონი არა. ტექნიკური პრობლემებია. ხო, მშვენიერია. დავიწყოთ რა პრობლემა მგონი დროა ბარბარეს. დაუკრათ კარგი ბარბარე, აბა შენიც. წარმატებებს გისურვებ ბარბარე და მობა. მე დარწმუნებული ვარ რომ შენ მოახერხებ ჟიურის გაცინებას. დავიწყოთ. დავიწყოთ. ყურადღებით მეგობრებო 3 2 1 ბარო ბოშებო. როგორ ხართ აბა ერთი მეთხარით თქვენ? მიხვდა რომ უყურებენ უჯრასებს, მარო დაიყურებს ვაიმე, მიხვეუნება იცანი დედაშენი. ცოლი ეუნება ქმარს. შენ გამოყოლას მერჩუნა ეშმაკს გაყოლოდიო. რას ამომქალო? ნათესავებზე დაქორწინება როგორ შეიძლებაო? გზაზე მიმავალი კაცი დაინახავს სვანი, გუბეში ჩაჯდება ამოვა. კაცი ეუნება. რას აკეთებ? ჩოხას არ ვეცხავ, ეუნება სვანი. მერე საერთხელ მანქანა არ გაქვს? მაქვს, მაგრამ შიგროვჯდებით აბრუ მეხვევაო. მეგრელმა ელექტროსკამი გაზზე გადაიყვანა. ჩემო მეზობელმა სილქნეთის თანამშრომელი მოიყვანა ცოლად და ყოველ საღამოს უჭედავს. ჩემო ჩუჩუტელა, როგორ ხარ? კარგად. ჩემი მეზობელი დასაფლავებამდე ისე კარგად გავს. აგად გაიცი, პასუხი, ხო? ხო, მე რა მაინტერესებს, იცი ბარბარე, შენ ქონდა რამოდენიმე ისა, ხო? ანუ სვანებზე, მეგრელებზე და აი კიდე როგორი რა აქცენტით შეგიძლია საუბარი, რა კილოთი უпростоრად რა? აი თუშური კილო იცი? თუშური არა, მაგრამ აი მეცადე. შენ იცი თუშური? თუშური შენ იცი, ხო? სომხური მას ვაკეთებ, კიდე მაქვს სომხური. სომხური ადამიანი. სომხური, ხო? ანუ ეხლა გააქვს თუ? ანუ კი მაქვს მიწერია ლოჯი. აი გავაგზავნოთ მაშინ, ხო? მოდი რა ვქნა, ვითამაშოთ ასლარზე თუ შევწყვიტოთ. თამაშობთ ასლარზე. კი, ვთამაშობ. თამაშობთ ასლარზე. 3 2 1 ჩემი მეზობელი დასაფლავებამდე ისე კარგად გავბანეთ, მე მთელ სამეზობლოს დაგვწვა გული. ეს რა კაი კაცი მიდის იმ ქვეყნადო. ეს არ არის ბავშვური ხუმრობა. ანდულად ჯდომის დროს ვერ ისვენებს, ეტყობა სწორი ნაწლავი აქვს გადახრილი. ეს ბავშვური იყო კი. ჩემი მეზობელი ისეთი კოჭლია სიარულის დროს ზაღლებს გონია თქვაც იღებსო და გარბიან. ბებია ჩემი წელში ისეა მოხრილი, რომ შვილიშვილებს ჩუსტების მიხედვით გვარჩევს. აი, ჩემი გოგო აი ასეც ეყვავს, აი, მასე ვერავინ ვერ შეყვავს. გოჭმა იმისი მედით რომ ახალ წელს არ დამკლავენო, პატრონის გოგო მოიყვანა ცოლად. პრას, ტარხუნას წითმათ და ბოლოქს ელისეის მინდვრებზე დავთესავ. ლაშას პაროდია გაბუნიასი ქუთაისელის. არ მაქვს. არ გინდა. არ მაქვს. პარიკმახელი კლიენტ, სიდედრი ყავთ? ყავს. ცოტა ხნის მერე სიდედრი ყავთ, ხო გითხარით? ყავს. რამდენიმე წუთში სიდედრი ყავთ, ქვერა დაყრუდით? ყავს მეთქი. არა, უბრალოდ იმის მერე გაბუნიასი არ გინდა და ეხლა ჩვენ ამის ლაშაზე რა. კარგია რომ კარგი მეტყველება აქვს, მაგრამ ვეწეოდი თან. თან იცი არის რაღაც დაძაბული უსმენდი ლაშა იმის მერე. მინდა რომ ახალი რაღაც გავიგო. აი რაც ხო და ვეუბნებოდი ახალს ქუთაისელის პაროდია ლაშა გაბუნიას ხო და არ გინდაო. ძალიან ბევრი ხუმრობა აქ ამოღებული ინტერნეტიდან, ძალიან ბევრი. ანეკდოტები, რომელსაც აი უკვე ამიტომ თითქმის დაველაპარაკოთ ახლა ჩვენ პატარა ჩვენს მეგობარს და ბარბარეს და უთხრათ და ვკითხოთ. 100 ლარი გვაქვს. გავაგზავნოთ თუ შევწყვიტოთ? თან ბოლო წამებისკენ რაღაცა ხა თან იმართლებს ჟიური თავსო ლაშაზე გამეცინა. ამაზე გამეცინა. ხო, მაგრამ ნახე ეს არ არის ღილაკი გამოყენებული არ ჯერ. გვაქვს გამოყენებული. გავაგზავნე. დარწმუნებული ხარ. 200 ლარია წინ. იცი რა ქენი ბარბარე უფრო ითამაშე რა. ხო, ხუმრობები ითამაშე, იმიტომ რომ ზოგადად რო კითხულობენ, უჭირთ ხოლმე. როგორ ფიქრობ, თუ უნდა გააგზელოს ბარბარემ? შენ როგორ ფიქრობ ლაშა? მე უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა და დამწყება გული რომ ვერ მოიგოს, მაგრამ უბრალოდ მაინც გამოვფრთხილებ, რომ თითქმის ყველა ხუმრობა იყო ინტერნეტიდან ამოღებული, რომელიც ძალიან სულ. მაგას გავფრთხილება რა თქმა უნდა, თვითონაც იცის, ხო ინტერნეტიდან ამოიღე. ან ზოგი ჩემი მოფიქრებული იყო. უფრო შენ აი შენი მოფიქრებული უფრო საინტერესო იქნება, მე თუ მიკითხავ. თუ შენ მოფიქრებული. მოდი გადაწყვეტილება მივიღოთ, რა ვქნათ? გავაგზავნე. თამაშობთ 200 ლარზე ამალდის ვერტები. მიდან დასახული ბავშვი. კარგი. 3 2 1 მეგრელი რეკავ საპატრულოში. ალიო, სად რეკავ? საპატრულოში. გისმენთ, ძალიან გთხოვთ მიშველად, აქ ძალიან ბევრი მყარია და სად იმყოფებით გენაცვალე? სასაფლაოზე. კახელს კითხეს, მამა შენთან ეწევი სიგარეტსო? მამა ჩემი რა ბენზინის კალონკა ხომ არ არისო? პარიკმახელი აი ეს იყო. ბოღმის გარშე ამდენი კილო ხარ?
აბაზანა გაქვთ. დიახ, აუცე წყალი. და რატომ? ჭუპა მინდა. რა არის ქორწილი ჩხუბის გარეშე? დაიყვირა თამადამ და პატარძალს გარმონი შემოარტყა. სამეგრელოში გაიხსნა ახალი საავტომობილო მომსახურების ცენტრი. ჩქიმწმენდა. კარაჩე კაცი ყედოს მანქანას ბაზრობაზე ბეანა 520. კაცთან ნივედა თათარი მყედველი და ეკითხება. ქაქოი გოდა. ბიჭო, ნუ იპნოს ნული. ვახტანგრა. ვახო ბიჭიგაშვილი. კეთი ხუთიშვილიც დამაბრალებს და რა ხდება ვერ გავიგე. არა, მე პირველად დაგაბრალე. ორასდროს არ დამიბრალებია. ი ბატონო, 200 ლარი აქვს ბარბარეს. გასტავარია. აი ახლა მართლა დაფიქსდი. ეხლა დაფიქსდი კი არა. ან ტელეფონი რეკავს სტუდიაში. ნახევარი ტელეფონი გვაგზარი არის უკვე. კი რეკავენ უკვე რა. შევწყვიტავ. საბოლოო გადაწყვეტილება გითხარი? შევწყვიტავ. ხო, მაგრამ ნახე რა, ჯერ არ არის გამოყენებული ღილაკი. იქნება 400 იგებ. რა ვიცი, ვის მგონია უყურებ დედას? არა, უბრალოდ მგონია რომ ვერ მოვიგებ. რატომ? მოგებით მოიგე უკვე, ბარბარე. 200 ლარი მოიგე უკვე. ვის უყურებ დარბაზში, ვინ კარნახობს, გააგზელო თუ არა? არავინ, უბრალოდ ხალხს უყურებ. ხალხს უყურებ? მაშინ ხალხმა გადაწყვიტოს, გააგზელოს თუ არ გააგზელოს. აიღოს. ავიღებ. ბარბარეს იძახის რომ 200 ლარს ავიღებო სიამოვნება და ძალიან ეს სიამოვნება მე დარწმუნებულო 200 ლარი. რამდენი წელს ხარ ბარბარე? 10. 10 წლის ბავშვი. რას ლაპარაკობ? გავაოცეთ პირდაპირ. კიდევ ერთხელ რომ მოხვიდე და 200 მოიგო? ეგ არის შენი ტელეფონი. ბარბარეს გადავცეთ 200 ლარი. ილოცავ ბარბარე. მადლობა. აბაჰე. აბა გარგადინა. ნახამდის. გავაგზავნოთ ჩვენი შოუ ძვირფასო მეგობრებო და შემდეგი მონაწილე გთხოვთ მივესალმოთ ბექა ოსაძე. ბექა, პირდაპირ სადღეგრძელოები დაიწყე რა. პირდაპირის მე სადღეგრძელოები ან ყოსოში დალევა არ მიყვარს, იმიტომ რომ მე რომ თრები მირტყავენ ხოლმე. როგორ? რო თრები მირტყავენ ხოლმე მე. მართლა? ტელეფონი ხარ გიჯდება? როგორ? ტელეფონი ხარ გიჯდება? არა, ტელეფონი. ფურცლები ხარ გაგაცემა? არა, ფურცლები არა, ფურცლებიც არის ტელეფონის მაგ. მეგრული თუ იცი 1-2 სიტყვა თქვი ჩქივინა. გაგიცილეს ბატონი ალექსანდრე. არა, ვახოს დაჟინებული მზერის მერე გამეცინებო. ვახოს დაჟინებული ჩქივი ზერით. შეიძლება ვახო ბიჯიგაშვილი, კაი ტიკტოკებს იღებს. აი რომელი მოგვიწონა ვახოს და მე ბლოკა მე მგონი და ან ვიცდი ხა. ვახო ბიჯიგაშვილის რომელი ტიკტოკი მოგწონს ყველაზე მაგრად? აი ვიცოდი რომ მაგას ვკითხავთ. ხო, მეც ვიცი. საერთოდ მე არ უყურებ და არ მომხმარებელი არ ვარ უბრალოდ Facebook-ზე ხდება ხოლმე. ხანდახანდა მაგიტო მე მომიყვეს ტიკტოკი ვახოსი და მაგრა ვიცი. რამდენი გამომწერი მყავს? ავიც ბევრია. 111,000. აბონისმენტები გამომწერებს და მადლობა. მოგებულ თანხას რაში გამოიყენეთ? საქართველოს მოგებაზე დავდებდი. რომელ თამაში გულისხმობ? შემთხვევით ხო არის ჩვენც რო დავდოთ. ავიცი. საქართველოს ჩtildeო მაკედონია. ავი ბელორუსია დავდებდი. წინა კვირას რო დავდებდი. მოსულიყავი რა. ყოფილიყო ჩაწერა. საიდან ახალ ბექა? მე ქართლიდან. ქართლელი. კი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი საუბარი გქონდა საფრანგეთელოც არ აქვს ბექას ახლა მოფიქრებული და არც სვამს როგორ. მერე ქართლელი კაცია და დაეხმარე მე ქართლელი კაცია. ო, მერე გაუცინებს ბიჭო ქუთაისელი ქართლებს? ეს რა გავუსინე? გუცინებ? აუ ბუც. გურული იყო ეგ. გული. კარგი ბექა რა ქნა დავიწყოთ თამაში. ეს შესავალს გავაკეთებ. კი ბატონო. სავალი აპლოდისმენტები ბექას. მოკეთ მე იშვიათად ვიღებ კომპლიმენტებს, ასე რომ გასაკვირი იყოს, მაგრამ ჰობი მაქვს ასეთი, რომ კომპლიმენტები მომწონს რა. აი ხა რაც არ გაქვს ის მოგწონს ხო? ყველაზე მეტად. მოკეთ კომპლიმენტების დაკვირვებები რა. 3 2 1. რა კაი ბავშვია მამას გავს. წადი შენი ვიძაჩემ. აი ესე როგორი კომპლიმენტია, ეს აი მამას რო გიქებს და დედას გვილანძღავს. მოიცა რისი თქმა გინდა რომ დედას რო გავდე რა ცუდი ვიქნებოდი?
აი არ შემიძლია არ გამოყვა ესეთი კომპლიმენტი რა. სუფთა მამა შენი ხარ. აი თუ კარგად დავაკვირდებით ეს კომპლიმენტი პიროვნებას გვართმევს. მამა ჩემი ვარ, ანუ მე არ ვარ. აი არსებობს კიდე ესეთი კომპლიმენტები. აი არსებობს კიდე ესეთი სტენდა პრობლემა, სერიოზული სტენდა პრობლემა. აი არის პრობლემები ისეთიც, აი პრობლემები რაღა იყო და არის კომპლიმენტები ისეთი, აი ზოგან რო კომპლიმენტია და ზოგან შეურაცხყოფა რა. აი მაგალითად ასეთი რა მაგარი ტრაკი გაქვს. ევროპელი გოგო ამისთვის მადლობას გეტყვის, თბილისელი გაგლანძღავს და ქუთაისელი დაგიგდებს წიხლქვეშ. გეიგონები? აი Google-ში იმ დღეს ჩავწერე ყველაზე უცნაური კომპლიმენტები. ნუ მე იქიდან არც ერთი არ მეუცნაურა, უფრო მეტი ზოგი მომეწონა კიდევაც. ისა, ვახო, ირმა სოხაძე საქართველოს ჩამოვიდა, ხო? კი, ჩამოვიდა. წავიდეს. იმას ყველაფერზე პასუხია. ჩამოვიდა, ეს თვითონ 50 ვარი გილოცავ ბექა. მადლობა. იმიტომ რომ წამყვანი ხო ზოგადად გამოსვლებს ეხმარება ხო? შენ ხო ამათიანი ხარ. მონაწილეების ხარეს ვარ. არა, ისე თემა კარგია, აგებული თემა აქვს კარგია. კი. რაღაცნაირი. კარგი ბექა. ის გამახსენდა 50 ვარი გვაქვს. ის კომპლიმენტი გამახსენდა რა. რამდენი წლის ახარ ბიძია 5-ის. მალადეც ბიძია. მალადეც. რატო მალადეც ბიძიას? რა ქვია ბიძია დათო მალადეც. აგძელებ ბექა თამაშს. კი, ვაგრძელებ, ოღონდ მალადეც ბიძია. მალადეც. ანუ გრძელდება ეს კომპლიმენტები. კომპლიმენტები არა, ეხლა გადავედი სხვა თემაზე. ეს კომპლიმენტები მო ჩამოუწურე რა, კლიენტმა მოიწურა? მაგიტო უთხარი. სხვა ხუმრობა. ხო, მოკლედ. ანუ განმარტებები მაქვს, ეს სასაცილო განმარტებები ყოველდღიური ფრაზების რა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, რა. ინტერესო ადამიანი ეს. ჩავთო დრო. კი. აპლოდისმენტები თამაშობთ ასლაკრენ 3-2-1. ამას აქ რა უნდა? წუხილისა და აღშფოთების გამომხატველი ფრაზა, რომელიც დაფუძნებულია იმ ცნობისმოყვარე მედროვე ადამიანის მიმართ, რომელიც საერთოდ არ ერგება მოცემულ სიტუაციას. ფრაზას ხშირად სახუმრო ფორმითაც ხმარობენ, თუმცა აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ფრაზა არსებული პირის უსულო მდგომარეობაზე მიუთითებს. ვინაიდან მის და მიდასმულია კითხვა რა და არა ვინ. ამაში ხომ არ აქვს. სიღრმისეული შეკითხვა, იგივე პროფესიულ კულტურული ფრაზა, რომელიც ყველა კონტექსტში და ბრუნვაში მორალურ ზიანს გვაყენებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ფრაზა სხვადასხვანაირი გამოყენება აქვს, თუმცა თბილისში მას კომპლიმენტადაც ხმარობენ. აუ ერთმა გამისხა. წუხილისა და აღშფოთების გამომხატველი ფრაზა, რომელიც დაფუძნებულია ღრმა ფსიქოანალიტიკური სტრესის შედეგად და დაფუძნებულია იმ 11 შეურაცხადი ადამიანის უსახურ თამაშზე, რომლებმაც გამოიწვიეს ეს არაპროგნოზირებადი შედეგი. ესე ხარ გამ. ასილარი და მე ვერ გამიგია. ხედავ რომ ურახუნებ ფრაზებს თურმე რამხელა იზდევს სიბრძნე. სულ იქით იხედები და მე ის ანუ იქაც ვახო ჩაერია ეხლა ამ სიციც ჩაერია ის შენ შემოხედე. იმის მე შემოხედე ესე ხარ გაბუ. აი ესე ხარ გაბუ ამაში რადევს. განმარტე, აბა ესე ხარ გაბუ. წინასწარ უნდა მოვიფიქრო ეხლა, აი მაგაზე ვიფიქრებ და მომდევნო გადაცემაში რომ მე ვიტყვი და ერთმა შენ ბექა. ძალიან მარტივი კითხვა დაგისვა ეხლა ალეკომ. არ უნდა მოფიქრება. ხო. კარგი, რა ვქნათ, მოფიქრება უნდა იმას, თუ აგრძელებს თამაშს ბექა ოსა. არა, მოდი შევწყვიტოთ. ასლარზე. ხო რა. აღარჩვენ აღარ აგვაქვს, აღარ ხო, დაგვჭირდება. ხუმრობები რატომ შევწყვიტოთ ნორმალურად? ხინკალ შეჭამთ. ხო რა. ხინკალ შევჭამთ. კი ბატონო, ლუდსაც დააყოლებ. კი, ლუდიც. ევრია. ბევრი არ უნდა დავლე. ალეკო, რომელი საათია? გვაქვს დრო ჯერ კიდე. კი. სამზარეულოს ხო, მაგრამ არ ვსვავო, სადღეგრძელოებს არ ვიძახიო, არ ხო, ანუ ლუდი ცოტა სპორტულობაა. სპიცვავს. კომპლიმენტები აქვს, რამდენი, ეგ ვიღაც გაივლის, გამოივლის. გავაღოთ სეიფი და გადავცეთ ასილარი ეხლა. ისინასტალიანია რა. ორი შენ. აბა, წარმატებები. აი ხარო, აი. წარმატებები გექას, მიგმადლობა რომ მოხდი და ითამაშე. გამოგზავნოთ, მეგობრებო. ხო, მაგრამ აი დიდი მასე ვერადიან, ანუ ან არადიან, ჩერდებიან. 50, 100, 200, ნელა იზდება ალეკო. 50, 100, 200 ესია რა. კი. ეხა 400 ითამაშებენ და ასე შემდეგ. ნახოთ, აბა ვინ გამოდის. გთხოვთ, მივესალმოთ ქალბატონებო და ბატონებო, იაგო მახარაშვილი. იაგო მახარაშვილი.
ეგ საფირმო აცე და მოიგეს ვარსკვლავი. ვარსკვლავი, კი ბატონო იაკო. ეგორ მახარაშვილი. ჩვენიერია. ბატონო იაკო, როგორ ბრძანდები? თქვენ როგორ უნდანები? კარგად, არ აგვიშავს. აქ გაიარა მახარაშვილის ხუმრობებმა. აბა რას გვეთქვი, ჟიური? კარგები გვაქვს დღეს. სიმღერები გადაკეთებული ბატონო ალიკო. რები? სიმღერები. სიმღერები. ანუ თქვენ სტილში ხართ, ხო? კი. ჩვენიერია. სიმღერები. ცოტა ომახიანად იყავით ბატონო იაკო, რო? ცოტა ვერავარია შენო მოგე იმის შემდეგ ნენა გამოვდივარ მდგომარეობაში. კარგად ხართ, კარგად გამოიყურებით. ერთი თხოვნა მექნება. კი ბატონო. ჩემი ბავშვი წამოვიყვანე მერვეი. ხო. და მთელი სკოლა ელოდება რომ გადავიღოთ ტელევიზიაში რომ გამოვიდეს. გამოიყვანეთ, გადავიღოთ. ბატონო, ბატონო. რაცა? მოდი. აბა სად არის? რაცა? მოდი როზე. მოდი. აშა, მოდი. სად არის ლაშა? იყოს ადგილზე გადავიდეთ, ლაშა უკვე ჩანს. ლაშა დაუქმნიე, ჩემი. აგუქმნიე ხელი. აი ეს. კარგით, გამოჩნდა ლაშა უკვე გადავიღეთ. გადაგეთებული სიმღერები. ბატონო იაკო, დიახ. დავიწყოთ თანალა, ხო თამაში, გავხურდეთ. ხაშურის ივერის ფეხბურთელებს მიესალმები. ხაშურის? ივერის ხაშურის ფეხბურთელებს. ივერის ფეხბურთელებს მიესალმებით. კასპის ფეხბურთელებს. კი ბატონო, კასპის ფეხბურთელებს. კი. მანამ დავიწყებით შეცავალი ხო შეიძლება. კი ბატონო. ილო იყო ერთი ბურჯანაძე ცოცხალია. გამგებელი იყო ქარელისა. ხო და იმან თქვა რომ იაგო მახარაშვილი ოზარვის ოპტაიმსა რატო ითინის სტადიონზეო. ჩავწუთ. ჩავწოთ. 3 2 1. ხალბატონის ამბოზიში და ბალახი ეყატუნება უკან ჩამოგონდა და ჩამოკიდული შარიკები როაო და ოპტაიმ საკვდებას ეცილითაო. ილო ბურჯანაძე მას თქვა. დაიჭირეს მერე. მე დაიჭირეს. მაგის გამო დაიჭირეს ბატონო იაკო. არა. რა პიჩური კურიჩა, რა პიჩური კურიჩა, რა პიჩური კურიჩა. ამბობდაცლარი. სულ სხვა თემაზე იყო ლაპარაკი და რესკ მოტრიალა და დაიჭირე გორიჯა. ხო, მაგრამ ეს ბატონი იაგო სტილია, შენწყობა არ გინახავს თუ მაინც გეცინება. ხო არა, თქვენც უნდა მისინამე უბრალოდ ბატონო ალიკო, თქვენც უნდა მიღეროთ თქვენც. კარგი, ბატონო იაკო, 50 ლარი გვაქვს, წინა სილარია, რა ვქნათ? ბაგძელეთ, აპლოდისმენტები ბატონო იაგოს. 3 2 1. დიდი ადრე ბადის ხელში სათევზაოთ მივანო მტკვარზე. ასილარი მეგობრებო. ანუ აი, შემდეგ მონაწილეებისთვის რა, ესე იგი სიმღერებით გაბუზე მოქმედებს, ხო? კი ბატონო. მოქმედებდა აქამდე ბატონო იაგო. ახლა რა იქნება 200 ლარზე თუ ითამაშებს ბატონო იაგო. მოქმედებდა ბატონო იაგო. 100 ლარი გვაქვს, წინ 200 ლარია, ვითამაშოთ, დარწმუნებული ხარ. თამაშო. შედეგია აპლოდისმენტები ბატონო იაგოს 200 ლარზე ვითამაშობთ. 3 2 1. სათევზაოთ მივანო მტკვარზე. ვენაცვალე ბატონ ალიკოს, კი ფიქრობს ჩემს მომავალზე. მომავა. მე არ გამომი. რა გინდოდა? ისი დაწყება გინდოდა? ბიჭო, ის რომ მომავალზე მეც ვიფიქრო, აი აი, მომავალზე შენ ვერასოდეს ვერ იფიქრებ სიმღერით. ბატონო ალეკო. რა ვქნათ, 200 ლარი აქვს უკვე ბატონო იაგოს. ეხლა წარმოიდგინეთ რომ მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას რომ თამაშობ 400 ლარზეო. თქვენ გესმით რა მოხდება? ბატონო, თამაშობთ. თამაშობთ? ინგრევა დარბაზი ფაქტურად აპლოდისმენტები. მივყვებით ესე იგი წყობას რა ესე რა ვთქვათ. კარგით. ყურადღებით 3 2 1. მომატებულ პენსითა შევიძინე მწვანე მუშტი. ბიჭიკაშვილის და ალმანხაშვილის და მახარაშვილის შემგინებეს. ყბაში მოხდეს გაბუნიას მუშტი. და რა 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 და რა 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 ოვი ფულსაცე კიდება ოფსაღური და გარჯი თუ ადრე ტაკა 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 ბები ჩემის დაირა თუ პაპა ჩემის თუ კალი ალეკო ალეკო და რაგო იკაკო იცი ხაროში უგუგლა ნაწება ნე უგურზინა ტიგრიეს ხაროში ნაწება ბახოჟი ეს უკეთესი ვერსია იყო იჩქარეს ბატონო იაგო
მივედი და მივედი კარი მაგრანო ვანჯრიე კარი რო ვერ გავაღე ზედგარებს ევარტყიე მერე ფეხი აუსი ახლა გორა არ დაგუნებდა ახლა გორა 400 ლარი 1000 ლარი შეყვარებულთან მიმდიოდი და ზუსტად ეს სიმღერა აიღეთ ბატონო იაგო მე ვფიქრობ უნდა აიღო 400 ლარი აცილება ჟიურის დამატებითი 10 წამიც გამოიყენეს თქვენ შემთხვევაში შეწყვიტე აი ბატონო წამყვან შეწყვიტე ბატონო აიღეთ 400 ლარი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მე ვფიქრობ არ იყო ტრადიცია და ის კვლავ გამარჯვებული მიდის გილოცავთ ბატონო იაგო დავაღოთ სეიფი და გადავცეთ 400 ლარი მეცხრე გადავცეთ 400 ლარი და მიულოცოთ ბატონო იაგოს გამარჯვება მეცხრე მეათე საიუბილეო გამარჯვებაზე გელოდებით ბატონო იაგო არ გაწანდებოდეთ მადლობა რომ მოხვედით და ითამაშეთ კარგად იყავი ძალიან დიდი მადლობა აბა გავაცილეთ ამოდისმენტები გავაგზავნოთ მეგობრებო. კი, აბა რა უნდა ვქნა? შემდეგი მონაწილე გთხოვთ მივესალმოთ. ამირან ნიქაბაძე, აპლოდისმენტები. ამირან ნიქაბაძე. მოგესალმებით. გამარჯობათ ბატონო ამირან. გამარჯობათ, მოგესალმებით იქით-აქეთ. უკვე მეორეჯერ ვხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი? ხო ვიყავ მე ჟიუში თუ უბრალოდ უყურე გადაცემა. კი. ბოლოკის დათესვა რა ღირს ბატონო ამირან? ჩვენთან მეტი არაფერია მოსავალი. არა, რა ღირს ზოგადად ბოლოკის დათესვა? ბოლოკის დათესვა ხან კაი თანხას რაში გამოიყენებთ? ხო, ბოლოკს დავთესა. რაც მოდის ჩემთან იმას დავთესა. თუ ფასი ექნა ხო კაი, თუ არა და ღორს ვაჭმევ და მაინც კაი. საიდან ახლა თქვენ ბატონო ამირან? მე ფარცხანაღანებით. ფარცხანაღანებით. ფარცხანაღანებში მე მარტო ბოლოკი რო არ მოდის? წერეთს ობოდის იახური არ შეედია ყველაფერი იმაში მაშინ გაზარდეთ ცოტა და გაზარდეთ სათფური და გავზდი ფას ფული გაზარდე და გავზდი მე რა შეედია ისევ აბა მე მოიგეთ 1000 ლარად ვერ დათესავთ ბოლოს დავთეს 1000 ხელში რეკვიზიტი გიჭირავთ უნდა გამოიყენოთ მეახლუები ბოლოკის წესლია მეახლუები რას წარმოგვიდგენთ ბატონო ამირან მოინახე, ასე ქვია. იმდინარეობა მოინახე. არინანებ მოინახე. რავი, ლაშა თუ მზად არის? მოინახოთ. მზად არის ლაშა. მოინახოთ ბატონო დავით. კი ბატონო. 3 2 1 მე პატარ თრუკები ვიცი. ფერზე ვერ გატყობთ. ამიტომ ლაშასკი. შიყვის წამალი. ამას დალე გონებაზე მოგიყვა. ის წამალი. მოუტეხავ დაგისხავ. შიყვის წამალი შეიძლება. შიყვის წამალი. მოატრიალი თაბა განახეთ. რამდენ გადუსიანი შიყვის წამალი ეს? მოატრიალი, განახეთ. მოატრიალი შიყვის წამალი. ალექსი, ты знаешь такой анекдоты. სვანს ეკითხებია. ასოციაცია რა არისო? ასო კი ვიცი რაც არის, მაგრამ ეს ციაცია ალბათ ანუ მეორე ნაწილი ქართულად გაგრძელდა ანეკდოტი, ხო? ყველები იქნება. ქორწილში ვარ. გაგანია ზამთარია ქორწილში ვარ. ფეხები სულ გამიყინა და ასე ტრიუკი ჩავატარე. მოვატანიე ცხელღომი და უცებ ტუცეში გინთ ფეხები. შენი რამე ბიჭო? შიყვის წამალი და Ოლოსტანი 79 წამზე 50 ლარის მოგება. ძალიან სუსტი იყო ბატონო ამირან რა. 40 არა 79 წამზე. 79 წამზე დროც დაგიმატეთ. ძალიან სუსტი იყო. კი ბატონო. 50 ლარი გაქვთ. გავაგზავნოთ თქვენ კურნალობთ ჩიყუზე ბატონო ამირან. კი. ხშირად? თან ეს რამ კაცრი ჟიურის წევრია, საერთოდ არის. მარტო სიმღერებზე ეცინება და ხო არ ხო არა აიღე 50 ლარს. არა, სიმღერებით ხო არ დიდით გაგრძელებას. მუსიკალურ ხუმრობებზე ეცინება ლაშას. შიყვის წამალი ხვალებავთ და მე ხვალ. აი, მაგას რო დალებთ მე გაგეცინებათ. გონებას გაგიხსნის. ხო არ გახვიდოდი დალევდი და შემოხვიდეთ. აძლევთ. ვითამაშოთ ბატონო. გავაგრძელოთ. ვითამაშოთ ბატონო ამირან. გავაგრძელოთ მაინც იმიტომ რომ რაღაც კი ბატონო. თამაშობთ 100 ლარზე აპლოდისმენტები.
3-2-1. აჩვენები ახლოვდება მეც რომ ვიყო უკმაყოფილი და არის გეთხახვის ზეთი 5 კილო კარტოფილი თქვენ არ გინდა $10 ღვინო პური ოქროს ხანა აგერს ზეთი მაკარონი მე უყიდეთ ეს ქვეყანა სანამ ბიძო აქ ხარ მიდი მიცხე განდაგანა ხო ეს მუსიკალური იყო გეცინება შენ არა ასლარი გილოცად ბატონო ამირა ერთმანეთს ართობენ რაღაცებს არა ზოგადად ხო მუსიკალური ბატონო ამირა აბა რა იღებდი თანხას ბატონო ამირა დადიოდით ცეკვაზე ალბათ ცეკვაზე დადიოდითო ანუ მიდიოდით ცეკვავდით და მოდიოდით არა უყურებდი და მოდიოდი ვარა ისე კარგად გააკეთეთ აჭარული რომ მე მგონი დიდი ხანი ცეკვავდით ანსამბლში დავაი მაინც აგზელეთ აგზელებთ ვა არ წააგოთ ეს ასილარი 200 ლარზე ბატონო ამირა დარწმუნებული ხარ კი ბატონო აპლოდისმენტები ბატონო ამირას 3-2-1 მე აქ მოკლედ მოსულა თან მახლავს ჩემ ზაღლი პუსკი რაღაცა ამოვიდა იქიდან ეს პუსკია ჩემი პუსკი პუსკი სათარი პუსკი არა თქვენ არ დაგიჯერებთ უავტოვი ბაზარზე ვარ კიტრი და პომიდორი მაქვს გასაყი და წაღებული ნიტო ბაზარია წარმოიდგინეთ მე კიტრი და პომიდორს ვერ გავყიდი ვიღაცა ხალია კიდე ჩემთან ერთად მართლა ვიყავი უავტოვი ბაზარი კიტრი და პომიდორი მქონდა ვიღაცა ხალი არის და შეჭამა ტვინი კაცო ამდენიო გასაყიდელი მე ვიტანეო ვერაფერი გავყიდეო სახში ვერაფერი წევიღებო და კაი რაია ვიციო ცოტა სოწა მიიღებოდა ბევრ სოწა იღებოდა ცოტა უკაცრავი პასუხია და მოუბრუნდა ქალბატონო ცოტა სოწა მიიღებ და ბევრ სოწა იღებ მაგისთანა მე უთხარი სიმღერით ხაი ნერვები მეშლება რა წაგიღოთ ასილარი აი ბატონო ამერა სულ ესე მოდიხართ როცა გეუბნებით რომ აიღოთ თანხა სულ აგებთ და მიდიხართ სულ არა იგებს ხოლმე კი მე რაღაც სულ ამ ბოლო დროს მახსოვს ამის 400 ლარი მოვიგე მოიგეთ მაშინ ისე არ დაგწდება გული მაშინა კარგით რა ბატონო მაინც წდება გული რომ ვერ მოიგეთ ეს თანხა რა ვქნათ რა ხან ვიგებთ ხან ვაგებთ ესეა ცხოვრებაც მეგობრებო აპლოდისმენტები ბატონ ამირანს მოგესალმებით მადლობა უთხრათ რომ მოვიდა და ითამაშა ჩვენთან რა თქმა უნდა და თქვენ ჟიურის წევრებო გავაცილოთ აპლოდისმენტები შევაფასოთ დღევანდელი შოუ ნუ დღევანდელი შოუ იყო კარგი მართალია მონაწილეები ძალიან ვერ ბრწყინავდნენ თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ყველა მონაწილე ბატონი ამირანის გარდა თანხით წავიდა ხო ანუ რაღაც სტრატეგია შეიმუშავეს და მიხვდნენ როდის გაჩერდნენ ზოგადად დიდი მადლობა ყველას მობრძანდით და გაითვალისწინეთ თუ ლაშა გაბუნია იჯდება ჟიურიში მუსიკალურ ხუმრობებს მიაწექით და მითახავთ მუსიკალურ ხუმრობებს და წაგისმაგინდათ ბატონო ლაშა ჩიხზე გურდალოთ დიდი მადლობა ჟიურის წევრებს დიდი მადლობა ცოცხალ აუდიტორიას ჩვენ ძირფას დარბას და რა თქმა უნდა თქვენ მეგობრებო რომ ხართ ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელო ტელემაყურებლებო ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ